მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 11 საათზე. მე ქეთი ლაცაბიძე ვარ. პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ისმენს, პირდაპირ ჩართვა ქრონიკაში. მორიგი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილი რამდენიმე წუთში. პარლამენტი დღეს გენერალურ პროკურორს აირჩევს. გიორგი გვარაკიძეს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და კენჭისყრა გაიმართება. მაკუნა აბულაძე გვერდება საკანონმდებლო ორგანოდან. საკმაოდ ვრცელი იყო ის მოხსენება, რომლითაც გენერალური პროკურორობის კანდიდატი დღეს კანონმდებლების წინაშე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში წარსდგა. გიორგი გვარაკიძემ დეტალურად ისაუბრა, როგორი იქნება მისი ხედვა, პრიორიტეტები პროკურატურის მუშაობის განვითარება იმ შემთხვევაში, თუ მას პარლამენტის ნდობა ექნება. მოვისმინეთ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, რაც მან დაასახელა, რომ ეს იქნება დამოუკიდებლობა და დაცულობა, რაც მისივე განმარტებით იქნება ასევე იმის გარანტი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. რაც შეეხება გამოწვევებზე საუბრისას, გიორგი გვარაკიძემ დაასახელა ბრძოლა თაღლითობასთან, კიბერდანაშაულთან. მან თქვა, რომ მისი უწყების პრიორიტეტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება სწორედ ახალი გენერალური პროკურორი, ასევე გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის აღსრულებაში სრულად ჩართვა. მან თქვა, რომ სრულად მხარს უჭერს და საჭიროც კი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ახლა ამ კანონმდებლობის გამკაცრება. მოვისმინეთ ის, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იქნება კადრების სტაბილურობა, გადამზადება და როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ ბევრი იყო ის მიმართულებები, რომლებზეც გიორგი გვარაკიძემ ვრცლად ისაუბრა და ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ. მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება. რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაძლიერება. შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს მიერ პატიმრობის გამოყენების პოლიტიკას და ვიფიქროთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების ხვედრითი წილის გაზრდაზე. ხელშემწყობი იქნება, თუ ბრალდების მხარეს ექნება მეტი შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს აღკვეთის ღონისძიებებს შორის. საომავლოდ სამსჯელოა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების გამოყენების შესაძლებლობის გაფართოებაზე. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე. ვფიქრობ, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების მარტივი შესაძლებლობა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური გვერდის საშუალებებით მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდებს საბაზისო ინფორმაციას სისხლის სამართლის წარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაცია განცხადებლის, მოწმის, დაზარალებულის უფლებებისა და პროკურატურასთან ურთიერთობისას შესაძლო სამართლებრივი მოლოდინების თაობაზე. პროკურორის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სპეციალიზაციის საჭიროებაზე. მიმართულებებზე, რომელთა თემატურ სწავლებასა და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრაქტიკის დროულ გაზიარებაზე. საქმიანობის ხელშეწყობისთვის, რა თქმა უნდა, საკადრო რესურსის სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თანამშრომლის დაცვის ძლიერი სოციალური და სამართლებრივი გარანტიების ქონა, წახალისების პროცესის ობიექტურობა, დაწინაურების და დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების სამართლებრივი სისტემა ამ სტაბილურობის ხელშემწყობი და წამახალისებელი საშუალებებია. საკადრო რესურსის შენარჩუნებასთან ერთად ახალი თაობისთვის უნდა გავზარდოთ პრაქტიკის გავლის ხელმისაწვდომობა. აქვე ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა. ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა. მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების საკითხებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. თაღლითობა და კიბერდანაშაული ერთ-ერთი გავრცელებული დანაშაულია. მუდმივად იცვლება მისი ჩადენის ხერხი, საშუალებები და მტკიცებულება და განადგურების შესაძლებლობები. გამოწვევაა კიბერდანაშაულიც, რომლის ჩადენის მეთოდები და დანაშაულებრივი კვალის დაფარვის შესაძლებლობები ყოველდღიურად იხვეწება. ხშირად კი ორგანიზებული დანაშაულის სტატუსით ოპერირებს.
კიბერდანაშაულის გამოძიების და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გასაზრდელად მნიშვნელოვანია უწყებათა შორისი თანამშრომლობის გაძლიერება. სრულად ვუჭერ მხარს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას. ვფიქრობ, სამომავლოდაც მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რეალიზატორების მიმართ საპროცესო შეთანხმებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა შეხავათების გამოყენების შესაძლებლობა. 22 წლიანი სამუშაო გამოცდილებით გიორგი გვარაკიძე ამ დრომდე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა პროცედურულად მას შემდეგ რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატი კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხებს საკითხი უკვე პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო იმისთვის რომ ქვეყანას ახალი გენერალური პროკურორი ჰყავდეს. მადლობა მაკუნა აბულაძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს განიხილავენ. თავდაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიშს წარუდგენს სუსის უფროსის მოადგილე მარიამ ქართველიშვილი დეტალებით. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომა ამ დროისთვის დაახურულია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ახლა სუსის ანგარიშის განხილვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს კი სუსის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ბერაია წარადგენს. იქამდე კი ბუნებრივია დასახელდა პრიორიტეტები და თავარი საფრთხეები და 2024 წელსაც ბუნებრივია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია. ირაკლი ბერაიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთთან მომდინარე საფრთხეებზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ მდგომარეობაზე, ოკუპაციაზე, ასევე უკანონო ბორდერიზაციაზე, უკანონო გატაცებებზე და სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიანად გამოძიების ხელის შეშლაზე. დასახელდა ითქვა ასევე, რომ მექანიზმები ეფექტიანად არის გამოყენებული ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანების უკანონო გატაცება ხდება. 68 მოქალაქე არის გათავისუფლებული 2024 წელს უკანონო ტყვეობიდან. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიში ვრცელი თავი უკავია 2024 წელს დესტრუქციულ ქმედებებს და რევოლუციურ გეგმებს. დასახელდა კონკრეტული მაგალითები და თარიღები. ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ დესტრუქციული პროცესებიდან თავის არიდება რამდენჯერმე მოხდა 2024 წელს განიხილებოდა მართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაცია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა. ასევე დესტრუქციული პროცესების არიდება მოხდა პრეზიდენტის არჩევნების დღესაც, როდესაც იგეგმებოდა არეულობა, მათ შორის სისხლისღვრა. საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ოკუპაციის თანამდებობი პროცესები წარმოადგენს. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად 2024 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდებოდა უკანონო სამხედრო წვრთნები, კვლავ ჰქონდა ადგილი უკანონო დაკავებებს და ეგრეთ წოდებულ უკანონო ბორდერიზაციას. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო დაკავების 37, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების 36 შემთხვევა. რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა თამაზ გინტურის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას, ასევე ვიტალი კარბაიას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის საქმეების ობიექტური გამოძიება და სასჯელი განესაზღვრა საქმის ფიგურანტი პირების მიმართ. სამსახური პრინციპულად იცავდა საქართველოს პოზიციებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებზე. აქტიურად მუშაობდა სამსახური უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებად ყველა შესაძლო მექანიზმების გამოყენებით. 2024 წელს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს 68 მოქალაქე. 2023 წლის მსგავსად 2024 წელსაც საქართველოში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ზალადობრივი გზით შეცვლის მცდელობებს. პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხოური დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ პროცესების ეგრეთ წოდებულ მაიდანიზაციას, იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებსა და
სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების ბლოკირება და ცენტრალურ გამზირებზე ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქის მოწყობა. დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინაში მებრძოლი კონკრეტული ქართველები, რომლებიც აფიქსირებდნენ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში აქტიური ჩართულობის მზაობას და განიხილებოდა ასევე მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმებიც. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ ასევე მზადდებოდა 2024 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა. მათი გეგმები მოიცავდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარების მაქსიმალურად დაძაბვას, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი და მოჰყოლოდა პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისრება. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მათ შორის არსებულ საფრთხეებზე საზოგადოების დროული ინფორმირების გზით მოხერხდა დესტრუქციული პროცესების თავიდან აცილება და ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის ბერკეტების შექმნას. ამ კონტექსტში მათ ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და მათ ლიდერებთან კავშირების დამყარება და მათი შესაძლებლობების გამოყენება პოლიტიკური პროცესების მათთვის სასურველი სცენარით წარმართვის მიზნით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობდნენ გამოეყენებინათ ქვეყანაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები, მათი მხრიდან გამოვლინდა გაზრდილი ინტერესი და მსვლელობები პოლიტიკურ პროცესებში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩასართავად. ყურადღება ეთმობოდა ისეთი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების გამოვლენაზე მუშაობას, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად. გამოვლინდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი სხვადასხვა სახის ორგანიზაციები, მედია საშუალებები, სოციალური ქსელის ანგარიშები, რომელთა მეშვეობით ხორციელდებოდა დესტრუქციული კამპანიების წარმოება. 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების თანამშრომლების და მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენის მიზნით, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოში სხვადასხვა საფუძვლით შემოსვლის და ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველთა შესწავლას. ტერორიზმი და მომდინარე საფრთხეები ბუნებრივი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პრიორიტეტად. ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ამ მხრივ მთავარი პარტნიორები უწყების არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის შესაბამისი უწყებები და შესაბამისი სამსახურები და მათთან მჭიდრო კოორდინაციით და თანამშრომლობით მიმდინარეობს კონკრეტული ოპერაციების დაგეგმა და საფრთხეების განეიტრალება. ასევე კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშიც და ირაკლი ბერაიამ გაასაჯაროვა კონკრეტული მონაცემები ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2024 წელს 23 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება 39 პირი მიეცა პასუხისგებაში, როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში თავდაცვა და უშიშროების კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დეპუტატები კითხვებს უსვამენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს. პარლამენტიდან მარიამ ქართველიშვილი გვერდთვებოდა. მტრულ საქმიანობაში დახმარების და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის პროცესი გრძელდება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს დაბარებულია სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები პაატა მუმლაძე. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ბრიუსელიდან საქართველოზე თავდასხმებს ეხმიანება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება პროპაგანდა, დეზინფორმაცია და სიძულვილის კამპანია. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენციად იქცა. ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი. ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართული ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ
თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად კითხვებისგან გაქცევისა ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭირვადად გასცეს პასუხი. ცვლილებები შედის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. პროექტის მიხედვით სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს დაწესებულება საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას თანამდებობის პირს, იურიდიულ და ფიზიკურ პირს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. გარდა ამისა, ცვლილებები ეხება სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებასა და ტრანსლაციას. პროექტის მიხედვით სასამართლოს ხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. მსგავსი რეგულაციები მოქმედებს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოებში. ჟურნალისტებისთვის დაუშვებელია, რომ ჩაწერონ ან გადაიღონ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები, იქნება ეს სასამართლო დარბაზში თუ იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს აუდიო-ვიდეო მეთვალყურეობა. ამ წესის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სასამართლოს მხრიდან მნიშვნელოვანი სანქციები. ადგილობრივი წესების თანახმად, სასამართლოებს შეუძლიათ განსაზღვრონ სასამართლო დარბაზიდან მოშორებით მდებარე ისეთი ადგილები, სადაც ვიდეო კამერების გამოყენება შესაძლებელია ინტერვიუებისა და სატელევიზიო რეპორტაჟებისთვის. ეს ადგილები, როგორც წესი, სასამართლო შენობის გარეთ ფედერალური სასამართლოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ მდებარეობს. მმართველი გუნდი ცილისწამების შესახებ კანონმდებლობას აწესრიგებს. ცვლილებები შედის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში. პროექტის მიხედვით ზუსტდება ცილისწამების განმარტება. კანონპროექტის თანახმად, თუ აქამდე მტკიცების ტვირთი იყო ცილისწამების ობიექტზე, ცვლილების შედეგად მტკიცების ტვირთი გადადის იმ პირზე, ვინც ინფორმაციას გაავრცელებს. თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის მმართველი კომიტეტის შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მმართველი კომიტეტის წევრები, სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე შეაჯამეს ცენტრის საქმიანობა და განიხილეს მომავალი წლის სამუშაო პროგრამა. დისკუსიები გაიმართა ფინანსური რესურსების საკითხებზე, ასევე იმსჯელეს იმ ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ცენტრის და მისი პარტნიორების მიერ მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. ეს არის ყოველწლიური შეხვედრა და წელს საქართველოს არის თავმჯდომარე და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ეს შეხვედრა იმართება საქართველოში და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენ რეგიონის ქვეყნებთან ერთად ვიმსჯელოთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. მიმდინარე შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას იმ მიღწევებს და გამოწვევებს, რაც ამ ტექნიკური დახმარებების ფარგლებში ხორციელდება საქართველოში და რეგიონის იმ ქვეყნებში, რომლებიც აღნიშნული პროფესიული ცენტრიდან იფარება. ცენტრის დაარსებისთანავე საქართველოს როლი მნიშვნელოვანი იყო და მან ლიდერის როლი იკისრა არა მხოლოდ საქმიანობაში მონაწილეობის მხრივ, არამედ უშუალოდ კოლეგებს შორის ღონისძიებებში, მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და დახმარებაში. შექმნას ნდობის და ღია დისკუსიის გარემო იმ სირთულეების ირგვლივ, რაც ყველა ქვეყანას ეხება. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს მიერ რეგიონში საკუთარი გამოცდილებით აქტიურად გაზიარება. მადლიერი ვარ, რომ საქართველოს სხვა ქვეყნებს უმასპინძლა გამოცდილების გასაზიარებლად და იმის აჩვენებლად, როგორ ახორციელებენ მონეტარული პოლიტიკის გარკვეულ ასპექტებს. გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროს წევრად აირჩიეს. არჩევნები ჟენევაში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორგანიზებით ჩატარდა. ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია რეგიონის ოფიციალური სტატისტიკის მართვის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 56 ქვეყანას აერთიანებს. ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროში ჩემი არჩევა წარმოადგენს არა მხოლოდ პირად პატივს, არამედ ჩვენი გუნდის მნიშვნელოვან წარმატებას და საქართველოს ვალდებულებას დარჩეს აქტიური პარტნიორი მსოფლიო მასშტაბით ოფიციალური სტატისტიკის განვითარებაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის სტატისტიკის სისტემის საერთაშორისო აღიარება და ჩვენი გუნდის მიღწევების დაფასება. ბიუროში აქტიური მონაწილეობით ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ევროპის სტატისტიკის სისტემის განვითარებაზე.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ორგანიზებით საქართველოში ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება. ბრიტანელი ღვინის იმპორტიორების და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე ბრიტანელი სტუმრები 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაიგეგმდა განხორციელდა ქართული ღვინის ტური ბრიტანეთიდან მოწვეული ღვინის პროფესიონალებისთვის, რომლებიც ესტუმრნენ ქართული ღვინის კომპანიებს კახეთის რეგიონში და აგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინო. შთამბეჭდავია იმ მზარდი ხარისხისა და მრავალფეროვნების ხილვა, რაც დღეს ქართულ ღვინოში შეინიშნება, განსაკუთრებით თეთრ არომატულ ღვინოებში, ასევე თვალსაჩინოა ქარვისფერი ღვინის დახვეწილობა და განვითარება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვევრის ღვინოების ჰარმონიული ინტეგრაცია და ტანინი წითელ ღვინოებში, განსაკუთრებით საფერავის შემთხვევაში. ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს წარმოუდგინოთ სამი სახეობის ღვინო, თეთრი მშრალი წინანდალი, წითელი მშრალი მუკუზანი და ქვევრის ხიხვი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი შეფასებების მოსმენა ჩვენთვის და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ღონისძიებები დაგვეხმარება ახალი ბაზრების მოძიებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2025 წლის კონკურსის მწვანე ჯილდოს გამარჯვებულები გამოავლინა. ნომინაციაში მწვანე ჯილდოს სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება გამარჯვება მოიპოვა ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის პედაგოგმა, ხოლო მწვანე ჯილდო გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში ყვარლის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელს გადაეცა. გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. თითოეული მასწავლებლის როლი, როგორც საბავშვო ბაღების, ასევე სკოლის პერიოდში, როდესაც ყალიბდება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როდესაც ბავშვები და სწავლობენ, იმ მნიშვნელობას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით ეს განსაკუთრებულად აღნიშნვის ღირსი არის. გარემოს დაცვითი განათლება და ცნობიერების გაზრდა ჩვენი მთავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი სამინისტროსი. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მწვანე ჯილდო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა და გართქმა უნდა განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ამ ღონისძიების მხარდაჭერი იქნება. ამგვარი ღონისძიებები, ამგვარი წამახალისებელი ნაბიჯები კიდევ ერთი დამატებითი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენ მომავალი თაობა უფრო განათლებული და ღრმა გარემოს დაცვითი ცნობიერებით აღზარდოთ. გარემოს დაცვითი აგრარული განათლება 21 საუკუნის გამოწვევაა და 2025 წლის მწვანე ჯილდო არა მხოლოდ აღიარება, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობის წინაშე. მე დღეს ხელში მიჭირავს მწვანე ჯილდო, მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ამაყი და მიხარია, რომ იმ საქმეს, რასაც ვემსახურები წლების განმავლობაში, სათანადო შეფასება მიიღო. უცხოეთის სიახლეებს გაგაცნობთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული ზავით